გამარჯობათ, მოგიყვებით ორ ისტორიას, რომელიც გავს ერთმანეთს გარკვეული შედეგებით და მიმდინარეობით. პირველი ისტორია ეს არის ისტორია ადამიანის, რომელიც ჩემზე გაცილებით უფროსი იყო. ჩემი უფროსი მეგობარი და ახლა მის მონაყოლს მოგიყვებით და ის დასკვნებს, რომელი დასკვნებიც მან გამოიტანა ამ თავისი თავგადასავალიდან. საქმე ეხება საქართველოსთან წასულ სტუდენტს, რომელიც სწავლობდა რუსეთში, თუ არ ვცდები რაღაც საინჟინრო განხრით და ეს ხდებოდა დაახლოებით 80-იან წლებში, ანუ გორბაჩოვის წინა პერიოდია, როდესაც უკვე რაღაც საბჭოთა სისტემა იწყებს რყევას და უკვე ადამიანები არც თუ ისე კარგად საუბრობენ საბჭოთა კავშირზე და მათ არ სჯიან. დაუშვათ როგორც ეს ხდებოდა 30-იან წლებში ან ავად სახსენებელ რაღაც 37 წლებში და ყველას რო პირზე აკერია, ასე ვთქვათ. თუმცა უმრავლესობა რომ ვინც საუბრობს 37 წელზე, საერთოდ გაგებაში არ არის რა კატეგორიის ხალხი მოხდა მაგ 37 წელს ესე იგი სისტემის მანქანის ქვეშ, მაგრამ ამას თავი დავანებოთ. მოკლედ სწავლობდა ეს ბიჭი არა მოსკოვში, რომელიღაც ესეთ საშუალო დონის ქალაქში, სადაც იყო კარგი ინსტიტუტი, ანუ მაგის განხრის, რაც მას აინტერესებდა. და რამოდენიმე წელიწად უკვე ერთ წელიწადში უნდა დაემთავრებია თუ რაღაც და ამ დროს ჩამოდის საქართველოსდან მეორე სტუდენტი იგივე სასწავლებელში. ერკოვა რომ ამ სტუდენტს არ ყავს მამა და უმამოდ არის გაზრდილი, ასე ვთქვათ და რასაკვირველია იქ დაახლოებით 5-6 ბიჭი ვიყავით ქართველებიო და ახლა ჯერ ერთი ნებისმიერი ქართველი რო ჩამოსულიყო, ყველას გვერდში უდგებოდით და ასევე როგორც მე ჩამოვედი, მეც ასევე დამეხმარდა იქ ოთახის გამოძებნა თუ რაღაც სწავლა, ქალაქში ორიენტაცია და ასე შემდეგ. ჩამოვიდა ეს ბიჭი, ცოტა ესე ხელმოკლედ იქცეოდა და ჩვენც არ ვაქცევდით ამას დიდ ყურადღებას. მაგალითად რასადმე რომ ფულის აკრება იყო, თვითონ კრიბავდა და თვითონ მიდიოდა რომ აი მე წავალ, მე ვიყიდი და ჩვენც ასე ვთქვათ არ ვაქცევდით ამას ყურადღებას, იმიტომ რომ კი ხვდებოდით რომ თვითონ რომ მიდიოდა, მე იქ გარკვეულ ფულის დანაზოგს აკეთებდა, იმიტომ რომ იქ რაღაც ფასები ჩვენ ვიცოდით სად რა იყო, მაგრამ მიუხედავად ამისა, ის მაინც ახერხებდა რაღაც ისეთ ყიდვას, ზოგს რაღაც წაუმატებდა ფასს, ზოგს იაფად იყიდიდა და ისე აკეთებდა, რომ თვითონ სავარაუდოდ უფრო ნაკლები დაეხარჯა თავისი ფული. და ჩამოვიდა ეს ბიჭი ცოტა, რაზე უნდა საუბრობდნენ ქართველი სტუდენტები, ზოგადად ქართველი მამაკაცები რუსეთში, ახლა რასაკვირველია. ჩვენი ასე ვთქვათ უპირველესი თემა ეს რუსის გოგონები არიან, რასაკვირველია და ახლა ამის ესე იგი ტენდენციური საუბარი, ასე ვთქვათ, ძირითადად მიმართულია იქით, რომ აი ესენი გარყვნილები, ახლა ესენი ოჯახში შესაშვებები არ არიან, რაღაც ეგეთი და ამათი ესე და ამათი ისე და აი სახლში მე მითხრეს, რომ რუსის ქალი არ ჩამოიყვანო, თორემ აი მოგაჭრით მაგას, ყველა მივხვდით რასაც და ასე შემდეგ. აი ესეთი საუბარი, ჩვენც ახლა აუბითო მხარიო რაღაც, რომ და თვითონ ეს პიროვნება ამბობს, რომ ზოგადად მე არ მქონია ესეთ რაღაც მკვეთრად ნეგატიურ დამოკიდებულება, იმიტომ რომ როგორც წესიერი და უწესო ყველგან არის და იქაც იყო წესიერი და პატიოსანი ხალხი, უბრალოდ იმ კულტურაში არ არის ეს ქალიშვილობის ინსტიტუტი, ასე ვთქვათ, თორე ახლა მე პირადადაც ვიცოდი დაუშვათ და ვიცი ახლაც გოგონები, რომლებიც მე გათხოვდნენ და რაღაც და
ყველა ესე იგი სხვა გაუყურმართებული სექსუალური ცხოვრება ჰქონდათ გარდა ნორმალური ურთიერთობისა, მაგრამ ახლა ქალიშვილები გათხოვდნენ, ასე ვთქვათ და პატიოსნები არიან და ისიც პატიოსანია და ისიც პატიოსანია. ანუ ის ვინც ასე ვთქვათ, ის რუსის გოგო, ვინც ნორმალურ სექსუალურ ცხოვრებას ეწევა და რაღაც არ იცვლის პარტნიორებს მარჯვნივ მარცხნივ, მაგრამ ქალიშვილი არ არის, ის არის თურმე გარყვნილი და არ არის პატიოსანი და ეს გოგო, რომელიც ესე იგი ყველა ბიჭი შესწავლილი აქვს, ესე იგი და არის ქალიშვილი, მარტო იმიტომ რომ არის ქალიშვილი, არის პატიოსანი. ესეთები თქვენ ციცით ალბათ ესეთები. ერთი სიტყვით საბოლოო ჯამში ახლა ძალიან ბევრი რო არ გამომივიდეს საუბარი, რა გამოვიდა და როგორ. როდესაც დაზამრთავდა, უფრო კარგად აცივდაო, ამ ბიჭმაო რაღაც, კარგი დუბლიონკა გააძრო, იქვე სადღაც უყიდია. ჩვენთან ამბობდა, რომ აი ბებია ჩემო ძროხა გაყიდა, ის მეორე ბებია დაეხმარაო და რაღაც ეგეთები მოგვიყვაო, მაგრამ სამაგიეროდ ჩვენზე უკეთ ჩაიცვაო, ესე ჩვენგან ასე ვთქვათ დაზოგილი და როდესაც აი ზრუნავ ადამიანზე და თვლი რომ რაღაც ამ ადამიანზე შეუნა იზრუნო, იმიტომ რომ ის რაღაც ცოტა სხვანაირ სოციალურ საფეხურზეა და შენ მაინც რაღაც ცდილობ რომ დაეხმარო. მაგრამ სამაგიეროდ აღმოჩნდაო ეს ერთიო, კარგი ეს ერთი გასაგებია. მაგრამ ყველაზე საინტერესო აქ რა არის, იცით რომ როგორც კი გაჩნდა ახლო იმ ინსტიტუტში კარგი გოგო, ლამაზი და წესიერი, ესე 17-18 წლის, ასე ვთქვათ, მაშინვე დასტაცახელიო და ცოლად მოიყვანაო. ხო, ეს ჩემთვის ძალიან ისეთი შოკი იყო რა ეს ბიჭი ყვევა რა. თორე არც ისე ყოფილა ხო საქმე, როგორც ამბობდა. ანუ ფაქტიურად გამოვიდა რომ ესენი იმან ააგდო რომ აი ნეგატიურად განაწყო გოგოების მხრიდან, რომ მე მართლა ვფიქრობდიო, რომ რაღაც როვინმეზე რამე მეთქვა, რომ მე არ ეთქვა ჩემთვის, რომ აი რა რუსი და რა რუსის მეუღლე და რაღაც და ისეთი სიტუაცია მოიყვანაო რა, იქ ჩვენ სასტავშიო, რომ რაღაც ცოტა ისეთი შეიცვალაო რა ცოტა. ამ დროს თვითონ დასტაცახელი და ცოლად მოიყვანაო ვიღაც გოგო და მე იქ გადავიდაო იქ იმასთან საცხოვრებლადო და მე ფაქტურად ძირითადად არც გვინახავს ნორმალურად ეს ბიჭო, საქართველოს ჩამოსვლამდე. საქართველოს ჩამოსვლის მერე უკვე ცოტა ხანში უკვე მოგეხსენებათ უკვე მე გორბაჩოვი იყო რაღაც აერია ქვეყანა. და მათ ახლა რუსი ცოლი ყავდაო, რუსეთში უკეთეს სიტუაცია იყო 90-იანში თავისთავად, ფული კეთდებოდა, ასეთ როგორც საქართველოში იყო დაანგრეული და დაინგრა ყველაფერი და პური არ ცხებოდა, ისეთი რაღაც რუსეთში არ იყო. და მოკიდაო, ასე ვთქვათ, თავის ცოლშვის პატარები ყავდაო მაშინ ბავშვები და წავიდენო რა. ანუ კარგად გამოიზამთ რა რუსეთში ეს ტიპი. გამოიყენა ყველანაირად რუსეთი, როგორც უნდოდა და დაახლოებით ესე 2000-იანებში ჩამოსულა მე საქართველოში. რასაკვირველია ფულით, რაღაცები იქ შეიძინა, მე იქ სააკაშვილის თემა მოვიდა, ასე ვთქვათ, იქ რაღაც კიდე ვიღაც დაახლოებულმა პირებმა დიდი ფული იშოვეს, ფულები აკეთეს. ამან კომერციული ფართები იქ უკვე შემოვიდა ეს მოლები და ეს სავაჭრო სახლები და ეს რაღაც უკვე ბაზრობებიდან გამოვიდა ხალხი, ასე ვთქვათ, და უკვე შევიდა იმ სავაჭრო ცენტრებში და იქაც თავისი, ასე ვთქვათ, რადგანაც ფული ქონდა და რაღაც გარკვეული მისვლა-მოსვლა და ნაცნობობა აკავშირებდა, კარგი რაღაც კომერციულ იმას მიიღო ხელი, რაღაც ფართები ქონდაო. შვილები წამოეზარდა, გოგო ძალიან ლამაზი, რაღაც სამოდელო სააგენტოში, რასაკვირველი ხარ რუსის და ქართველის შვილი ლამაზია, ეს ზოგადად ესია, სამხრეთის და ჩრდილოეთის სკენები და სისხლი რო ერევა, მოგეხსენებათ როგორი ლამაზი ბავშვები არიან და აქედანაც გამომდინარე, ესე იგი ბიჭის კარგად მოეწყო, ასე ვთქვათ, გოგო ძალიან
მდიდარ და ცნობილ ადამიანს გაყვა, იქ სადაც ისინი იყვნენ. და ესე კარგად მოაწყო თავისი ცხოვრება ფაქტიურად რუსეთის ხარჯზე. ესე გამოვიდა, იმიტომ რომ იქიდან რომ ეხლა უცოლო ჩამოსულიყო 85 წელს თუ 86 წელს, ახლა როდის ჩამოვიდნენ აღარც მახსოვს, 87 თუ გნებავთ. როგორ წავიდოდა აქ მაგის საქმე, არავინ არის, მაგრამ რუსის ცოლი მოიყვანა, კარგი, ლამაზი, წესიერი, კარგი ოჯახის შვილი. და ისეთი ოჯახის შვილი, რომ იმათ ახლა ხო ჩვენ ესე ვიცით, რომ აი 16 წელს რო გახდება, ეუბნებიან შვილს, რომ აი შენ წადი და შენი საქმე შენ აკეთე და ესეთი წადი ქარხანაში იმუშავე და ესეთი რაღაცა რა. ეგეთი ხალხი არ ყოფილა, ხო? ის ეხლა ჩვენ მოსკოვს ცრემლების არ ჯერაო, იქიდან რო არიან აი ჩამოსული გოგოები და სანამ ჩააბარებენ სადღაც სპორტკომბინატებში და სადღაც მუშაობენ, ხო? იმათ ზეინკლებად. და რატომ უნდა იცხოვროსო შენმა ესე ქმარმა და რატომ უნდა იცხოვრო სადღაც საერთო საცხოვრებელში, ისე წაიყვანეს. იქაც კარგად იყო, მოწყობილიო, იქ რაღაც სიმამრი მანქანას ათხოვებდა ხოლმეო და იქაც შვენივრად მოეწყო, რუსის და რუსეთის ხარჯზე. ამას მინდა გაუსვავ. ესა ხაზი. და საქართველოში რო ჩამოვიდა და რო გაუჭირდა თავისი ესე იგი ნაკებარი ქვეყანა და აი ერთი დღე და რო არ წავა და აბა როდის ჩავალთ და აბა ესე და აბა ისე და საქართველოს გაუმარჯოს და ჩვენ აი მიწა ჩამოვიტანე საქართველოსდან და რაღაცა ესე რაღაცა მაქვს ესე გახოული ცხვირსახოთში მიდევს ამ კაცმა უცებ დაკრა ფეხი და წავიდა და კარგად მოეწყო და მე როცა აქეთ უკვე გამოსწორდა 2000-იანებში და 2003-თვის როდესაც ის რევოლუცია მოხდა, ხო? იმიტომ მოხდა, რომ კარგად წავიდა აქ საქმე, დაეწყო ყველაფერი და რევოლუცია იმიტომ მოახდინეს, რომ ეს ყველაფერი შეჩერებულიყო და რა ვიცი, ცხინვალის გავლით რაჭაში ავტობუსები დადიოდა და ჩვეულებრივად ცხოვრობდა ის ხალხი, მაგრამ არ უნდა ყოფილიყო ალბათ ასე, ქართველებს კარგად არ უნდა ეცხოვრათ და საქართველოს არ უნდა წასულიყო განვითარების მიმართულები და ამიტომ გააკეთეს ის რევოლუცია და ჩაგვარტყეს თავში და მე რაც მოყვა ამას 2008 წელს ეს კი ვიცით და ეს ცალკე თემა. მე ამ კაცმა თქვა რომ იმ ადამიანსო ვინც ესე გარკვეული სახელი დავარქვითო ზედმეტ სახელი ერთმანეთში ვამბობდითო, იმიტომ რომ იმასთან ახლა ურთიერთობა აღარ გქონდაო ჩვენ არცეც და ჯერ ერთი არც ის არ ცდილობდა ჩვენთან ურთიერთობას, იმიტომ რომ ის უფრო სხვა დონეზე ავიდა, უფრო მეტი ფული ჰქონდა, უფრო კარგად ცხოვრობდა და ახლა ესენი ჩვეულებრივ ახლა ინჟინერი ვიღას რაღაც თუნდოდა 90-იანებში და ზოგი რაღაც ბაზარში დადგა ყიდა რამეს, ზოგი საზღვარგარეთ წავიდა და ესე არეული ცხოვრობით, როგორც მთლიანად საქართველოს ცხოვრობდა არეული ცხოვრობით, ისე აი ზუსტად სარკისებრი ანარეკლივით დაიწყეს ამათმა ცხოვრება და ვინც რუსეთით ისარგებლა ისევ და ის აქაც რო ჩამოვიდა, აქაც კარგად იყო და დიდი სურვილით არ გამოთქვამდაო ჩვენთან ურთიერთობის და ჩვენ ერთმანეთში მე დავარქვით უიმისო თემურაო ესე რაღაც სახელი უიმისო, ორგანო იგულისხმებოდა, სასქესო ორგანო, ეხლა მაგ სიტყვას აღარ ვიტყვი. უიმისო თემურას ეძახდნენ მე ერთმანეთში, როდესაც რაღაც საუბარი ჩამოვარდებოდა არამე და დავცინოდითო ერთმანეთსო, როგორ აგვაგდო ესე გოიმებივით. და აქვე მეორე ისტორია, რომელიც ასევე გავს ავარდნილებს, როგორ ავარდით ჩვენ, მინდა გავიხსენო ჩვენი აი ეს ცნობილი კავეენი, როგორი დიდი, ესე იგი, ტრამპლინი აღმოჩნდა რუსეთში ახალგაზრდა ნიჭიერი თაობისთვის, რომლებსაც აი იუმორში შეეძლოთ რამის შექმნა და მე ვთვლი რომ ქართული გუნდი საქართველოსდან წასული გუნდი ეს უნიჭიერესი ძალიან ნიჭიერები იყვნენ, აი ვიცი ეს ჭანტურია, ეს
შონზო ეს რამიშვილი მე მგონი რამიშვილმა მიაღწია მხოლოდ რაღაც გარკვეულ მედიურ წარმატებას დანარჩენები და ჭანტურია იყო მე მგონი სადღაც პირველ არხზე გარკვეული პერიოდი დანარჩენები სად არიან რასაკეთებენ არ ვიცი რაღაც YouTube-ზე დევს რომ დადიან სადღაც რაღაც საჭმელებს მიირთმევენ და გარკვეულ თავის აზრებს გამოთქვავენ, მაგრამ ეს ხომ არ არის ის მიღწევა, რაც მაგალითად ჩვენ ვიცით, ძალიან იჭიერები რა საკვირველია, მარტიროსიანიც გამორჩეულია, ხო? მათ შორის და ეს კამედი შოუ რაც დადგეს და არის მიმდინარეობს, ეხლაც მიდის. ხო, ესე იგი Forbes-ის სიაში არიან. მილიონერები გახდნენ ერთ-ერთ ინტერვიუში თუ არ ვცდები რაღაც ინტერვიუ იყო ეს ჯანი ბეკიანი არის მან კიდე მან კომედიის შოუს უფროსებში ასე თქვათ მასე სლეპაკოვზე რომელიც ისრაელშია წასული თქვა რომ 3 მილიონიო დაახლოებით ანუ 3 მილიონი დოლარი გამოიმუშავა დაახლოებით ნუ აი რაც იმან თქვა და ეხლა რაც ჩვენ არ ვიცით ეგ უკვე სხვა თემაა, მაგრამ ნუ უკვე მილიონებზეა საუბარი ახლა. ანუ მე ვთვლი რომ ჩვენი ბიჭები ნაკლები ესე იგი ნაკლები ნიჭით არ იყვნენ დაჯილდოებულები და მაგაზე ნაკლები თუ არა, მაგაზე მეტიც შეეძლოთ, იმიტომ რომ ქართველებისა და რუსების აი ჩვენი კულტურების ერთმანეთ დაკავშირება ძალიან ახლოა. ჩვენ უფრო გვიადვილდება მათთან ურთიერთობა და რასაც ქართველი გააკეთებს ძალიან დიდი ძალისხმევის გარეშე არმენებს მაგისათვის ძალიან დიდი ძალისხმევა სჭირდებათ და ამიტომაც არის რომ ყველა სფეროში არიან მოდებულები და ყველაფერს ცდილობენ რომ აი ყველგან იყვნენ ნეგენი და სულ რა ვიცი ტელევიზია და ფილმები და სხვათა შორის თუ მიაქციეთ ყურადღება საქართველოსედაც რაღაც ნეგატიური ისინი აქვთ ხოლმე სიუჟეტები და განსაკუთრებულად მომღერლები თუ ის მოღვაწეები რომლებიც არმენებთან არიან დაკავშირებით საქართველოსზე ძალიან კარგად არ საუბრობენ გინდა პოლიტიკური პარტიები რომლებიც მათია ასე ვთქვათ პოლიტიკური ფიგურები რომლებიც მათია ასევე მომღერლებიც ეხლა გამახსენდა კავალჩუკია ბლესწიაშია იყო ესეთი ჯგუფი რუსეთში იულია კავალჩუკი ამბობს რომ საქართველოში რაღაც ჩამოვიდნენ და ის გაიტაცეს სადღაც სასტუმროში ჩაკეტეს იქ მობილური არ იჭერდა არ ვიცი ახლა ეგ თბილისიდან სად გაიტაცეს ამ ხელაზე რომ საქართველოში სად არ იჭერს მობილური და მე რაღაც გამოვიდნენ ჩუმად ეს დაცვას ეძინა თურმე და ჩაჯდნენ რაღაც მანქანაში თუ გააჩერეს მანქანა და წამოვიდნენ აეროპორტში და რაღაც აი თრილერს ყვებოდა რა ეს გოგო რომ ნომერში ვიკაკუნებდენო რაღაცა გვიყვარხართო და შემოგვიშიო და რა ვითომ ხა უპირებდნენ გაუპატიურებას ხო ახლა ნების გარეშე რომ ქალთან შედიხარ ოთახში და რაღაცას თხოვ ქალის ნების გარეშე რასაკვირველია გაუპატიურებაა ხო ესეა რა მაგრამ ეხლა სადღაც გაიტაცეს და ჩაკეტეს სადღაც სასტუმროში სადაც მობილური არ იჭერდა და მე ესენი დაელოდნენ თურმე რომ აი სანამ ისინი დაიძინებდნენ და მე ჩუმად გამოიპარდნენ და თვითონ წავიდნენ აეროპორტში ეს ახლა რადონის სისულელია ხო ხვდებით და ამ კავალჩუკის მეუღლე თუ არ ვცდები არმენია ეროვნებით ოღონ გადაკეთებული გვარით რასაკვირველია რუსული გვარია აღარ მახსოვს ახლა ზუსტად აღარც მოუძებნი ყოველთვის ცდილობენ რაღაცნაირად აი ჩორთი ჩააგდონ იმაში რა ქვია ჩვენ და რუს ხალხის ურთიერთობაში იმიტომ რომ რუსი ხალხი არ არის ახლა აქ რო ყვებიან რაღაც ზღაპრებს ნორმალური ყველგან არის რა ახლა რუსეთში რო პუტლერს ყავს მოწინააღმდეგეები მე მგონი იმდენ მოწინააღმდეგეები საქართველოში არ აყავს და არც უკრაინაში რაოდენობას ვამბობ მე აი რამდენი მილიონი მოწინააღმდეგეც ყავს
რუსეთის ხელისუფლებას რუსეთში, იმდენი მოწინააღმდეგება არც საქართველოში იქნება და არც უკრაინაში დარწმუნებული ვარ და გარწმუნებთ თქვენც ამაში. ეს ორი ისტორია მინდოდა მომეყოლა თქვენთვის, რომ ავარდებით, გოიმებივით და ქართულად ვიაზრონოთ რა, რავის დაუჯერებთ, ის ცუდია ეს, თქვენ თვითონ გადაწყვიტეთ, ვინ არის ცუდი, ვინ არის კარგი და თქვენ თვითონ გადაწყვიტეთ, რა ჯობია და როგორ ჯობია, ხო? მე სასტიკი წინააღმდეგი ვარ იმის, რომ ვიღაცებმა გადაგვიწყვიტონ ჩვენ ეს ევროპაა კარგი თუ ამერიკა თუ რუსეთი თუ ირანი თუ არაბების ჩამოსახლება თუ რაღაცა, ხო? ჩვენ ვიყოთ პასუხისმგებელი ჩვენ გადაწყვეტილებაზე. ესე უნდა იყოს, მე ესე ვთვლი. იმიტომ რომ ეს იცით რა არის ჩვენ დამოუკიდებლობამდე კიდე ბევრი გვაკლია და ჩვენ ჯერ უნდა ვისწავლოთ დამოუკიდებლად აზროვნება და დამოუკიდებლად ქმედება რაღაცეების, რომ შეიძლება შეგვეშალოს, გავივლით, გამოვასწორებთ. ჯერ ვისწავლოთ დამოუკიდებელი აზროვნება და მერე ქმედება და მერე უკვე ქვეყანას ავაშენებთ რასაკვირველია. მაგრამ ვიღაცების კარნახით დამოუკიდებელი საქართველო არ აშენდება. ეს გამორიცხულია, არ არსებობს. გამოიწერეთ არხი, გააზიარეთ არხი, დააფინანსეთ, გააკეთეთ დონაცია და გვპირდებით, რომ თქვენი აზროვნება უფრო საინტერესო გახდება. დიდი მადლობა.